ბევრ გუნდს აქვს ბევრი სიახლე. აქ კი გაგრას აქვს შეტევა და პირველი საფრთხო მომენტიც წინაში გაგრას რაც არ გამოუვიდეთ ფეიქრიშვილი უკანა ისეთ მატჩში რომელმაც გადაწყვიტა გაგრას ბედი აი ეს კარგი ეპიზოდი დარტყმაკაისმართულებით და სპაერი გადის წინ მატჩის დებიუტში არა მთლად მაგრამ მაინც სწრაფი გოლი გაქვს ცეცხლაძეს და სპაერი უკვე იგებს ამ შეხვედრას ვლადიმირ არშიჩი ეს გახლავთ ბოსნიისა და ჰერცეგოვინის წარმომადგენელი არეულობა საჯარიმოში დარტყმა რაბურთია იყო რომელი გრძელდება შეტევა და გამოიტანეს გაგრას ფეხბურთელებმა ჯერზე მძლავრი რაც აქვს სპაერს არის ტაქტიკური განსწავლულობა და შეთამაშება იწყებს ინერციით მაგრამ სპაერის შემთხვევაში იგივე რუსთავის ეს კარგი ეპიზოდია და ახლა 4 მინუტია სპაერის ფეხბურთელები აქვს მცხოვრები უპირატესობა პასია საჭირო ეს პასი გაკეთდა დარტყმა შეიძლება დარტყმა და 0-2 მიდიოდა ამისკენ სპაერი რომ გაზრდიდა თავის უპირატესობას ბოლო წუთების განმავლობაში და ასეც მოხდა რაულად არიან იბერია დინამო თბილისის ლოკომოტივი ისიც სწორედ იბერიიდან იწყებდა მე კარგი პასი ცირდავა და მშვენიერი შესრულება აი აქ შეცდომა დაკარგეს ბურთი ასპრომ შეინარჩუნა ბურთით პაუზაც აიღო იქამდე თითქოს უნდა მეთქვა რომ ცოტა დააყოვნა თქო იმიტომ რომ რამდენიმე ვარიანტი იყო მაგრამ იპოვა დერეფანი იპოვა სივცე და აქ ცირდავას დარჩენილი აღარაფერი ჰქონდა ასე შეიძლება ტექნიკური თამაში ვანდერსონი მშვენიერი გადაცემა რბილი ჩაწოდება დარტყმა კაისმართულებით აი ეს უკვე პირველი ისეთი გააზრებული კარგად გათამაშებული გუნდს საკუთარ ნახევარზე და ბურთს ფლობს გაგრა კეკელიძე აი ის რაზეც ვისაუბრეთ თავის გათავისუფლება და კარგი დარტყმა ამ ეპიზოდში საკუთარ თავზე სცადა თიანმა მაგრამ ბუხუტი ფუტკარაძე დაეუფლა მას პირდაპირ ხელებში აკონტროლებდა იმას ვიტყვით რომ ცუდად დაარტყა გეგიაძემ დროც ქონდა სივრცეც ყველაფერი იდეალურად გათვალა და ისეთი კარგი დარტყმა შეასრულა 7-იანმა მაგრამ პრინციპში ოდნავ უფრო კუთხისკენ რომ წასულიყო კარგი პასით გაჭრა ხაზი დარტყმა შეიძლება დაარტყა უკრაინელმა მაგრამ ჯერტი პასის ვარიანტიც ქონდა ანდრეიჩუკს გაგრას რომელიც წავიდა სწრაფ შეტევაზე რიჩმა დადეიეიე შემოდის პარალელურად განელით შეუერთდება შემტევებს კეკელიძე ტექნიკურია და ლამაზი გოლის გატანასთანაც ახლოს იყო ამ შექმნილი მომენტების უდიდესი ნაწილი სწორედ მისი ამ გუნდის ახალწეულ ათიანზე მოდის აი კიდევ ერთხელ რიჩმონდიც გამოვიდა გამორჩეული და ძალიან ტექნიკური ბრაზილიელი რომელმაც ეგრევე დაატყო ხელი თამაშს და თავისი ნიშან თვისებები შეიტანა შეხვედრაში მომენტით შექმნა და არტყაკარისკენ მაგრამ მოსვლა ოღონდ დროებით ცირდავა მეორე გოლის ავტორის დაბალი პასი სიენდა მატენჯოა 0-3 და ეს უკვე ფინიშია სპაერი ამ შეხვედრას მოიგებს და აიღებს იმდენ ქულას რამდენი გოლის გატანაც მოახერხა 3 დავაკვირდეთ ეპიზოდს თამაშგარე მე მგონი არანაირი მატენჯოას ტანჯვა იმისთვის არ დასჭირვებია რომ გოლი გაიტანა მარტივ სიტუაციაში მიუვიდა ბურთიც არიელ კარში და იარტყა ფეხი შეაგორა გაიტანა ამ სეზონში თავისი პირველი გოლი მოწლევა მაინც ეპიზოდი მაგრამ ფუეტმა ჩააწოდა კეკელიძე ისევ საუბრუნდა მორიგი ჩაგდება არის მომენტი აუგუსტო პორფირიო აი აქ იყო პრეზიდენტის გოლის შანსი და ცარიელი კაიდან გამოიტანა პირტახიამ როგორ ემოციურად აღნიშნა და მერე მუჯირის აღარც განუახლებია განახლებინებინა მატჩის თავად არბიტრმა ფუტკარაძეს მოკლედ თამაში დასრულდა სპაერმა მოიგო და ჯამში 6 ქულა მოიპოვა და ცოცხალ წყილში ახალდაწყებული ჩემპიონატის არის ლიდერი გაგრა 3 ტურის შემდეგ აქვს 6 1 ქულა